თქვა რაღაც იმის დასაწყისში, შეგახსენებთ რომ დღეს ვსაუბრობთ ქართულ ჭიდაობაზე, ჯერმან წულუკიძე, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გვყავს რაღაც იმაში სწორად, ბატონ ჯერმან მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. ბოდიშ გიხდით რომ წინა ეთერი ვერ შედგა გარკვეული მიზეზების გამო, კარგად მოგვეხსენება რა პირობებში გვიწევს მუშაობა და რა თქმა უნდა გვაინტერესებს რა ხდებოდა მანამდე, ვიდრე ეს ვითარება შეიქმნებოდა ბათუმში. დღესასწაული იყო სპორტული ქართული ჭიდაობის. გვაქვს ჩვენ კადრები და ჩვენი მაყურებელი ამ ყველაფერს ნახავს და თქვენს რომ მოგვიყვეთ რა თქმა უნდა ამ ტურნირის შესახებ. საღამოშვიდობის ბესო მოგესალმებით, მივესალმები სპორტ კლუბის მაყურებელს, სანამ თქვენს კითხვას უპასუხებდე, მეს მინდა კომენტარი გავაკეთო მედიაზე თავდასხმების იმ ჟურნალისტების მიმართ გამოხატული აგრესიის. ეს არის ყოველდღე დაუშვებელი, ჟურნალისტი ხელშეუხებელია, მას კანონმდებლობის ჩარჩო აქვს, რომლითაც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და ვერც ერი, ვერც მერი, ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, კერძო პირი მას ვერ შეუშლის თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. გამოჯანმრთელებას უსურვებ და ვისურვებდი რომ სამომავლოდ ასეთ სამარცხვინო ფაქტები ჩვენს ცხოვრებაში აღარ ყოფილებოს. სანამ უშუალოდ იუნესკოსთან დაკავშირებით წინა პერიოდს ვიტყოდე, მანამდე სიმბოლურად თქვენი არქივისტვის, თქვენთვის განკუთვნილი ბეიჯი მინდა გადმოგცეთ. მადლობა. თქვენს კოლეგას ურას გადავეცი. კი ბატონო, დიდი მადლობა. 2018 წლის 29 ნოემბერს ძალიან მოკლე ექსკურსს გავაკეთებ და თქვენ სტუდიაში თქმულა ამის თაობაზე. პირდაპირ ეთერიც იყო, როცა იუნესკომ ქართულ ჭიდაობას მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა და განუსაზღვრა. დღემდე აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია ატარებს იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიზღვნილ ატარებდა რესპუბლიკურ ტურნირს 2018 წლის 29 ნოემბრიდან და მართლაც საამაყოა რომ აი სამი ცოცხალი არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართული შემდეგ ქართულ ჭიდაობას ეს ქართული მრავალხმიანობა ქვევრის ღვინის უძველესი ტრადიციული მეთოდი სამი ცოცხალი ძეგლით ჩვენი დამწერლობის ქართული ჭიდაობა თქვენ მოგეხსენებათ ამის თაობაზე და ეს იყო მაშინ მართლაც უპრეცედენტო კიდევ ერთი ნაბიჯი ქართული ჭიდაობის საერთაშორისო არენაზე აღიარების პოპულარიზაციის ქართულ საჭიდაო ოჯახში ინტეგრირების თვალსაზრისით 2019 წელი პირველი რესპუბლიკური ტურნირი და სხვათა შორის მოგესალმებით პირველი რესპუბლიკური ტურნირის გეოგრაფია ძალიან მწირი იყო 6 მუნიციპალიტეტი მთლიანობაში აჭარის მუნიციპალიტეტების ჩათვლით 11 მუნიციპალიტეტი იღებდა მონაწილეობას იმის შემდეგ 20-ში არ ჩატარებულა ცნობილი მიზეზების გამო 21, 22, 23 და წელს მადლობა მინდა უთხრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერითაც და ეროვნული ფედერაციის ჩვენ აი ეს საერთაშორისო ფორმატი პირველად იყო ჩვენთვის და ძალიან დიდი პროექტი იყო სპორტული. ჩვენ ფიქრობდით, რომ ამით კიდევ უფრო მეტად ხელშეუწყობდით ქართული ჭიდაობის საერთაშორისო არენაზე გატანის კეთილშობილურ საქმეს, მართლაც ჩვენი აი ეს კეთილშობილური ზრახვა სისულელში იქნა მოყვანილი და მიუხედავად იმისა, რომ 7 ქვეყანა უნდა ჩართულიყო ამ ასპარეზობაში, 2 ქვეყანა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდა, მაგრამ 5 ქვეყნის მონაწილეობით საქართველოს 25 მუნიციპალიტეტი 200-მდე მონაწილე იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი პირველი საერთაშორისო ტურნირი მართლაც რომ კარგად ჩატარდა, როგორც პროფესიულად, ისე ორგანიზაციულად, ყველა იმ წესის და რეგისტრაციით, რაც გავსი ფორმატის ღონისძიებებს ახლავს და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა ჩამობძანებულ უცხოელ ჩვენს უცხოელ კოლეგებს და სტუმრებს, ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტების სასპორტო სკოლებს, სპორტსმენებს, მელებს, გულშემატკივრებს, მუხრა ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ადმინისტრაციას,
კიდევ ერთხელ სპორტის დეპარტამენტს, ეროვნულ ფედერაციას თანადგომისთვის ჩვენი ერთად ყოფნით ჩვენ შევძელით ის რომ ეს ღონისძიება კარგად ჩატარებულიყო. თქვენ ახსენეთ რომ პირველი იყო საერთაშორისო, პირველად იყო რომ თქვა ამ ტურნირზე სტუმრები ჩამოვიდნენ, გასაგებია რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მეტნაკლებად შეიძლება ყველას ჰქონდეს, შეიძლება სხვა ტურნირებზე იყვნენ ნამყოფი, თუმცა ქართული ჭიდაობა გარდა სპორტული მიმართულებისა, როგორც ხედავთ, კულტურული ამბავისაა დიდწილად და აი კულტურული შემადგენელი გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიების, ეგეც კულტურული პროგრამა, რამდენად თქვა ისეთი იყო. თქვენ იცით რომ ტრადიციულად ქართული ჭიდაობა სანამ თავის კლასიკურ და სპორტულ აკადემიურ ფორმებს მიიღებდა საერო და დღესასწაულებზე იმართებოდა და იქ უპირველესი ისეთ თავისთავად დღესასწაული იყო უპირველესი იყო ქართული საჭიდაო მელოდია რომელიც სპორტსმენს საშუალებას აძლევდა რომ თავისი სპორტული მონაცემი გამოეხატა და გამოეკვეთა უკეთ ეასპარეზა მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა ბოლო პერიოდში და ზოგადად როცა რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ტურნირები იმართებ წესკიდებს სოფლიო ფალავნობას უმასპინძლა უხრავახტანგაძის სპორტის სასახლემ ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ჩვენი ჩართულობით წელი დახუნძლული ჰქონდათ ბატონო წელი დახუნძლული ჰქონდათ იქ აი ეს კულტურული მხარე ქართული მელოდია, საცეკვაო ხელოვნების ჩვენება, ქართული ჰანგები და იმ შემოქმედებითი ჯგუფების ჩართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წელს, იმიტომაც რომ ეს უცხო ქვეყნები, მათი წარმომადგენლები, სპორტსმენები შეიძლებოდა პირველად ყოფილიყვნენ და პირველად ბევრი მათგანი პირველად ეზიარა ქართულ ჭიდაობასთან ერთად იმ დიდარ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას, იგივე ქორეოგრაფიის, იგივე მრავალხმიანობის, ფოლკლორის თვალსაზრისით, რომელიც მას წინაშე საზეიმო